უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი წარჩინებული გვარიშვილობის კაცი სახელად დიოსკორე. იგი იყო წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი ბარბარე, რომელსაც თავს ლებოდა ანებივრებდა და თვალის ესე იგი ჩინივით ურთქლდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონაში ჩაკეტა. მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები. ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზე ჭრაეტაში პოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლის შემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოები და სურდა გაეგო ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ მეგობრებო, სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ. ერთხელ, როდესაც მისი არსება მოიცვა განსაკუთრებით ძლიერმა სურვილმა შემოქმედის ხილვისა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შეძახა. არა, ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი. კოშკი დამწყდეულ სულით და გულით ეწადა გვერდით, ყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც შორს როდია თითოეული ჩვენგანისათვის, ხო ეს საქმე 17:27-დან არის, ანუ შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან. ხო, შემდეგ გავაგრძელოთ, ესე იგი ეს და რომელიც გახდა ხო მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლი და სულიერად ძლიერდებოდა. მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული, ხო, ღვთის სიყვარული და არ ფიქრობდა არც, ესე იგი გათხოვებაზეც არ ფიქრობდა. არც ძვირფას ჩასაცმელზე და ესე ვთქვათ მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე. მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება. ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან სურვილთაგან ვინმე გულისწორი, ხო, ქალწულმა კი მკაცრად მიუგო. არ გიცნობიესა მამაო, რამე თუ არაც სახმარ არ სჩემდა სოფელი ესე. ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო მამამ, გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა. იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესით გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად 2 სარკმელი ექნებოდა. ცოტა ხანში დიოსკორემ საქმის გამო შორს გაემგზავრა და საქმის გამო ხო შორს გამგზავრება მოუხდა მას, ხო, დიოსკორეს მამას და თავისუფლად ყოფა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი. მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და
აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი ღვთისნებით ალექსანდრიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია ულახდილად ესაუბრა გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა, მეგობრებო, მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო. მან სიწმინდისა და ქალწულების აღთმა დადო და ღმერთს შესწირა თავი. ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი სასწაული ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა. მრავალი სასწაული მოახდინა, ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც. ბარბარემ დაინახა 2 სარკმელი და მშენებლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ. რათა ადამიანის ნახა, ესე იგი ნახელავში ღმერთის ღვთის სამგვაროვანი აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდა დიოსკორესა. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: რომელიმე გარქუ ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაი ჩემი იგი და ოდეს გკითხას, თქვენ რაისათვის განაღეთ მესამე სარკმელი, მიუგეთ და არქუთ მას, ასულმან შენმან ესრედინება ყოფაი სარკმელთაი სამთაი. ამის შემდეგ, მეგობრებო, მშენებლებმა მესამე სარკმელის დაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა, გზად მიმავალმა თვალი მოკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმინდით აღსილმა ქალწულმა თქვა: მსგავს თქვენ და იყვნენ მოქმედი თქვენი და ყოველსა რომელსა რწმენეს თქვენი. რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა, როდესაც აბანო მოინახულა მშენებლებს, გულისწყრომით კითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს. დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რომ რას გულისხმობდა 3 სარკმელში. მაშინ მიუგო: ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა. გამოგიცხადო შენ მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნაცვლად. მე მნებას მოგცევაი შენი ჭეშმარიტებად არა გიცნობიეს, არამედ თუ იგი 3 სარკმელნი იგი არიან, რომანი ნათობენ ყოველსა სოფელსა, ესე 3 არიან. რომანი ნათობენ ყოველსა სოფელსა, ესე 3 არიან. მამაი, ძეი და სული წმინდაი. ახლა დიოსკორეს ფერი შეეცვალა და განრისხდა, ხო, განზვიწყდა და შმაკი შეუჩდა, ხო, ხმალი იშიშლა და ქალიშვილისთვის თავი უნდა მოეკვეთა. წარმოიდგინეთ. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებნა, ხოლო ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა. დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონება და დაბინდულმა მოახსენა ეს ყველაფერი, ხო, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირესო. თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა. წარმოიდგინე, ესე იგი მამა იმეტებს შვილს, ხო, ერთადერთთან. მარკიანემ ბრძანა მასთან მოიყვანათ ბარბარე, როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწენა. მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან, ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილის სიტყვებით მისი გადაბირება.
დაუყვავა და ურჩია მოენანებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა. მიუგო მას ბარბარე. არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთო, რამე თუ მეს ჯულსა ზედა ქრისტესა ვარ ღმერთნის შენი, ვით არცა წინასწარმეტყველმა დავით თქვა, პირადს და არა იტყვიან, თვალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ, მოქმედნი მათნი და ყოველნი რომანი ესვენ მათ. მარკიანე ამ პასუხმა, ესე იგი განარისხა ბრძანა ქალწულის ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს. შუაღამისას გამომწყინდა ნათელი საკანი განათდა ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმინდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემის სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა, ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამე თუ დიდად უხარის ცასა და ქვეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეზრწუნდები უჯულოისა მისგან მსაჯულსა, რომანი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგამთხვეოდის შენ. მეგობრებო, სიხარულით აღივსო წმინდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანე ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა. საკაცით, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარეს სიარულს ვერ შეძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განსვიფრებულებმა ერთხმად შეძახეს, დიდარს ღმერთი ქრისტიანეთაი და არა არ სხვაი ღმერთი უდიდეს მისსა, რომელმან განაძლიერა ესე. მარკიანეც ფრიად გაუცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე უჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერძ ღმერთს და დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმინდა ქალწულს ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისთვის, რომელიც ესე მოწყალედ მოექცნენ მათ მგმობელს და გვემული განკურნას. ეს უგუნური შეგონება, რომ მოისმინა ქალწულმა, შენერწყვა მმართველს და უთხრა. ანუ შენერწყვა, ხო, მმართველს და ესე იგი ასე უთხრა. ჰეი უჯულო ბილწო ეშმაკისაო, აჰა ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენი ბრმა არიან, ვით არცა შენ რომანი ვერ შემძლებელ არიან ხედვა და არცა შეწენად მოსავთა მათთა. ვით არ შემძლებელ არიან შეწენად ჩემ და რომანი თავთათვის და ვერ შემძლებელ არიან შეწენად არამედ ქრისტე, რომელ ჯვარსა ეცვა დაეფა და აღდგა მესამესა დღესა, ვით არცა თქვენს წიგთა და ჯვარითა მისი და ცხოველთა გამაძლიერა მე შენ ზედა. მსახურებმა, რომლებაც ბარბარეს ტანჯეს, ესე იგი და ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შეძახეს, ჩვენსა გურწამს იესო ქრისტე ნაზარეველი, რაითა არა არ სხვაი ღმერთი მისსა გარეშე. მეგობრებო, მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის, მართლაც გაიყვანეს ისინი ქალაქგარე და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური საუკუნო ცხოვრება. შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება. ღვთის შეწევნით წმინდა ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც
სპეტაკის სამოსით დაფარა მისი წმინდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა. მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო, ქალწულს შეეშინა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს ჯულზე და ამიტომ დიოსკორემ წმინდა ბარბარეს მამას, ესე იგი უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარე და თავი მოეკვეთა მისთვის. მეგობრებო, წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული, როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმინდა ქალწულმა შესთხოვა მამას უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილი და კიცხვით მიუგო, რაი ხარ შენ, ანუ ვინა არს ღმერთი შენი, უხმობდ რაიზომ შემძლებერ ხარ, რაითა ვიხილო უკვე თუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა. მაშინ წმინდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაფხრო ხელები, დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა. მოვედ წმინდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანასასუფეველსა ცათასა. აჰა ესე რა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათანა და ყოველი რომელი ითხოვე მიმიცემი ეს შენდა და უპროისი ამისა მიქცე შენ. ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ წმინდა ბარბარეკის სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახლოს და მამას უთხრა, აღასრულე ბრძანებული შენ და მიმართ, ჰეი უღმერთო. მეგობრებო, წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები კიევში, ანუ ნახეთ, კიევში არის დაბრძანებული, აი დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმინდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა. ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი. ასევე დაისაჯა მარკიანეც სასახლეში, შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა. წამებული წმინდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო. დიდმოწამე ბარბარე ღირს იქმნა იესო ქრისტეს სასუფეველისა დეკემბრის მეოთხე დღეს, ახალი სტილით 17 დეკემბერს და ესე იგი მისი დღე არის, ჩვენ აღვნიშნავთ 17 დეკემბერს ყოველ წელს. დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილები, მეგობრებო, შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო მე-11 საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმინდა ნაწილები იმყოფება ქალაქ კიევში, წმინდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში. ეკვდერის შუაში, ხო? ანუ ეს შემაღლებულ ადგილას, ხო? მის წმინდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. მეგობრებო, წმინდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა, პატარების კურნებისათვის და შვილიერებისათვის და მოულოდნელი უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისგან, ხო, ადამიანი რომ ესე იგი უზიარებად არ გავიდეს ამას სოფლიდან. შეგვეციოს მისი ძალა და გვფარავდეს მისი მადლი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ. დიდი მადლობა.